როგორ გინდა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს ტექნოლოგიური მიმართულებით. თუმცა ჩვენ შეგვიძლია კარგი კომპონენტი ვიყოთ მაგ დიდი წარმოებების. თუნდაც არსებობს ქართველი, რომელმაც NASA-ში შექმნა კოსმოსური მუზეუმი. რამდენად რეალურად მიდის ეს ყველაფერი? არის თუ არა ეს ფასადური, არის თუ არა ეს ჯერ გაურკვეველი, იმიტომ რომ ესეთი კრიტერიუმი არის პრობლემა რა. შენ უნდა იყოს პრობლემა, უნდა დაადასტურო და ვალიდაცია გაუკეთო, რომ ეს მართლა მნიშვნელოვანი პრობლემაა და მოაგვარო. დიდი პრობლემა არის წლებია, უბანი არის ნიკია, სადაც არის ნაგავს საყრები და ესე იგი სულ დგას წელს უბანში და ვერ მოუხერხეს ვერაფერი რომ თუ არ ვცდები ვენაში, ქალაქის ცენტრში არის ნაგვის გადამამუშავებელი საწარმო, რომლისგანაც გამოსული კვამლი 0%-ით აზიანებს გარემოს და ეს გადამამუშავებელი ქარხანა ათბობს მთელ ქალაქს. მეკითხა ვერ ვქნა, მაგრამ ის ჩემი დასმა ის იყო, რომ წუხილი ბევრი ადამიანისო თითქოს და ამ სტარტაპების დიდი ნაწილი მაინც რაღაცნაირად უკავშირდება რბილად რო თქვათ ნაცნობობის რაღაცა მიმართულებას. ფაქტებით გამიჭირდება საუბარი და ამას ესე ვერ დავამტკიცებ, თუმცა შეიძლება ვერც უარყოთ, მაგრამ ეგ ყველაფერი ცალსახად ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემაა ნებისმიერ სფეროს. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის გადაცემა პროპაგანდის წინააღმდეგ პლატფორმა მისმინეზე, სერია როგორ საქართველოს გვინდა. დღეს მინდა ვისაუბრო ჩემს სტუმართან ერთად, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიურ მიმართულებაზე და ჩემი სტუმარია ბექა კვარცხავა, რომელიც ამ სფეროში, ესე იგი, მუშაობს 20 წელზე მეტია, როგორც მითხარი. 20 წელი. 20 წელი. და აი, მოდი დავიწყოთ იმდენი რაღაც ჩამოთვალე, ვერაფერი სიმართლე გითხრა, ბოლომდე ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ უკეთესი იქნება შენ თუ იტყვი, აი შენს გამოცდილებას ამ სფეროში და მერე გადავიდეთ ნელ-ნელა იმ თავარ კითხვაზე, თუ როგორ გინდა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს ტექნოლოგიური მიმართულებით. მოგესალმები. ციფრული პროდუქტების დიზაინს ვაკეთებ დაახლოებით 20 წელია, ბავშვობიდან ასე ვთქვათ. გასაგები რომ იყოს მობილური აპლიკაციები, ვებგვერდები, თუ ის დიზაინ გამოცდილებები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად სხვადასხვა პროდუქტებში, აპლიკაციებში თუ ვებ გადაწყვეტებში ვხვდებით, ამას აკეთებენ ის ადამიანები, რა პროფესიითაც მე ვმუშაობ. და ასევე ბოლო 10 წელია საგანმანათლებლო ბიზნეს მიმართულებით საქართველოში ვახორციელებთ ტექნოლოგიურ სამიტს და სხვადასხვა ტიპის ფესტივალებს დიზაინის, ბიზნესის, ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც საერთაშორისო გამოცდილების ხომისაწვდომობას გვაძლევს. მეგობრდებით და ვიცნობთ ახალ ადამიანებს, რომლებიც დიდ კომპანიებში, გიგანტებში, ასე ვთქვათ, Google, Amazon, Facebook თუ სხვა ტიპის კომპანიებია და ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ცოდნა და განათლება ტექნოლოგიების მიმართულებით იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ის შესაძლებლობები, რასაც ტექნოლოგია იძლევა, სწორად და ასე ვთქვათ, სარფიანად გამოვიყენოთ. დიახ, ახლა მინდა ასეთ პირველი შეკითხვა დავიწყოთ ქვემოდან ზემოთ, ასე ვთქვათ რა. თუ შეგიძლია შენი დაკვირვებით ან გამოცდილებით მოგვიყვე დაახლოებით რა ხდება ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. აი ტექნოლოგიური IT მიმართულებით, აი ვიცი რომ არის ასე ვთქვათ ეს გაიხსნა ახლა ტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში და ბოლომდე არ არის სამუშაოებული, მაგრამ უკვე ამბობენ რომ სექტემბრიდან უფრო ჩაირთვება ამ ყველაფერში და მაინტერესებს ანუ ეს რა საბაზისო ასე ვთქვათ მონაცემები გააჩნია ჩვენ ქვეყანას, რამდენად კონკურენტუნარიანია და პირადად რა გამოცდილება გაქვს ამ თუნდაც სტარტაპები იქნება თუ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში რა გამოცდილება არსებობს. ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემა ძალიან ახალგაზრდაა, ასე ვთქვათ, ჯერ ბავშვის ასაკშია. რამდენიმე წელია რაც დაიწყო, 1-10 წლეული ალბათ დავამთავრეთ და ამას თავისი შედეგები ჰქონდა, თუმცა კიდე არის გზები და მეთოდები, რაც უფრო სწრაფად თუ ავითვისებთ, უფრო სწრაფად განვითარდებით. ჩვენ 10 წელი გვისრულდება და დაახლოებით 2 წლით ადრე იყო დაარსებული უშუალოდ ტექნოპარკი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ჩვენს უკან მდებარე ტექნოლოგიურ ჰაბს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორც ასეთი მაინდსეტი, ანუ ფიქრის ფორმირება გქონდეს მიმართული გლობალური ქცევის ფარგლებში, რადგან ძირითადად ქართველი მეწარმეები და ქართველი სტარტაპები მაინც აგვარებენ და ცდილობენ ისეთი პროდუქტების შექმნა, რომელიც აქაურ რეალობას და ბაზარს აკმაყოფილებს, თუმცა გადმოსახედიდან ინვესტორებისა, რომლებსაც ბევრი სხვადასხვა
ვარიანტი აქვთ ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა ქვეყნის ჭრილში დაინვესტირონ, საქართველოს მაინც პატარა ბაზარია შედარებით მაგალითად თუნდაც უკრაინისა ან სომხეთი, პოლონეთი სომხეთს პატარა ბაზარია, თუმცა უკვე სხვა მასშტაბებით გავიდა, ხო? სომხეთში ზუსტად ის არის კარგად გამოკვეთილი მაინდსეტი, რასაც ვამბობ, რადგან მათი გათვლა არ არის სომხური ბაზარი და თავიდანვე აქვთ ხედვა ამერიკულ ბაზარზე მაგალითად ან ევროპულ ბაზარზე, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს, რომ მომხმარებელი ბევრი ყავს. მომხმარებელი ბევრი ყავს ნიშნავს, რომ შენი პროდუქტი ბევრად წარმატებულია. ნუ არის გარკვეული ნიშები, რომ შეიძლება 100 კაცზე გათვლილი პროდუქტიც იყოს სამეცნიერო იქნებოდ რაღაც კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ ეგეც გლობალური საჭიროების და პრობლემის მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენი ეკოსისტემა თავის მხრივ რაღაც შედეგებს დებს, თუმცა ვიტყოდი, რომ სანამ სტარტაპებს წავახალისებთ დაფინანსებით, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ვასწავლოთ, როგორ უნდა იმოქმედონ, რადგან ეს ბევრად სხვანაირად დააწყებინებს ფიქრს კონკრეტულ მეწარმეებს და სხვანაირად დაანახებს იმ პოტენციურ შესაძლებლობებს, რაც სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება განავითარონ. ნახე, ახლა ამას მკითხულობდი, ესე იგი, რამდენი 600-ზე მეტი თუ არ ვხვდები სტარტაპი არის დაფინანსებული საქართველოში. ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს უკავშირდებოდა, ანუ ეს არ არის რაღაცა თავშივე არ არის, მხოლოდ კერძო ან სახელმწიფო ინიციატივით დაწყებული, ხო? ანუ არის, ასე ვთქვათ, უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებას და პარტიას, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო. თავიდან იყო კერძო, როგორც ვიცით, ეს უნივერსიტეტები, მაგრამ ეხლა საბოლოო ჯამში ვიცი, რომ ეს ფინანსდება ბიუჯეტიდან. ეს მიმართულება სტარტაპების და ანუ რაღაც ციფრები იყო 600-ზე მეტი დაფინანსებული, რამოდენიმე და ახლა კარგად ახლა ამ სფეროში სიმართლე გითხრა ვერ ვქები, მაგრამ ის ჩემი დასკვნა ეს იყო, რომ წუხილი ბევრი ადამიანი ისო თითქოს და ამ სტარტაპების დიდი ნაწილი მაინც რაღაცნაირად უკავშირდება, ასე ვთქვათ, რბილად რო ვთქვათ, ნაცნობობის რაღაცა მიმართულებას, იმიტომ რომ ბევრმა მომწერა, რომ რაღაცა ქონდა კონკურსებში მონაწილეობაო და ეს ვთქვათ, იმარჯვებდნენ საბოლოო ჯამში ეს ადამიანები ძირითადად ყველაზე ვერ ვიტყვი, რომლებიც რაღაცნაირად არიან დაკავშირებული მართლ გუნდთან, ამ პარტიასთან, ამ ოჯახთან და რა ვიცი, რამდენად პრობლემური არის ეს საკითხი, შეიძლება პრობლემური რაღაც გახდეს ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში. აი, რამდენად ხელშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ეს ბიუჯეტი მაინც განკარგავს, ასე ვთქვათ, მართველი გუნდი და ამ ნაწილში რამდენად შეიძლება ხელშემშლელი აღმოჩნდეს განვითარებისთვის რეალურად. ზოგადად თუ არსებობს ეგ პრობლემა, შეიძლება აქედან დავიწყოთ. ნუ ეხლა მე ფაქტებით გამიჭირდება საუბარი და ამას ესე ვერ დავამტკიცებ, თუმცა შეიძლება ვერც უარყოთ, მაგრამ ეგ ყველაფერი ცალსახად ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემაა ნებისმიერ სფეროსთვის. სადაც არ არის კონკურენცია, სადაც არ არის ჯანსაღი გარემო, სადაც არ ვითარდება ყველა ერთი მეორეს ხარდაჭერით. იქ ყოველთვის იქნება რაღაცა ტალღა, რომელიც ერთხელ წამოვა და ის მეორჯერ აღარ გამეორდება. ჩვენ შემთხვევაში თუ რომელიმე ქართული სტარტაპი და ქართველი მეწარმე არის წარმატებული, ძირითადად ეს ისევ მათივე ალღოთი და მათივე უნარებით გახდა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, გარკვეული წილი ამაში სახელმწიფოსაც გააჩნია, თუმცა ის ადამიანი, რომელიც რაღაცა 100,000-იან გრანტს იღებს, ძალიან მცირე თანხაა იმისთვის, რომ შენ რაღაცა რეალური შედეგი დადო. შენ აგრძელებ ამ გზას და მსგავსი რესურსები, ასე ვთქვათ, შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაშიც მოიპოვო. თუმცა ეგ არ უნდა იყოს ჩვენთვის საზომი, რომ აი დავაფინანსეთ 30 სტარტაპი ან 50. ჯობია იყოს ჩემი აზრით 15 და მივცეთ მეტი, დავეხმაროთ უფრო მეტად. რადგან შეიძლება რომელიღაცა კონკრეტული ტიპი, რომელიც market fit-ს არ აკეთებს, ანუ პროდუქტს არ ქმნის რეგიონისთვის, იმიტომ რომ რეგიონში არ არის და მართლა ინოვაციას ქმნის. მე ყოველ შემთხვევაში მინახავს 1-2 მაგალითი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ინოვაციური იდეა, 3 წელი ცდილობდა გრანტის მოპოვებას და ის თანხა რაც მოიპოვა, მხოლოდ კვლევაში დახარჯა. და ამ კვლევან საკმაოდ დიდი შედეგი მისცა, რადგან ის პროდუქტი, რასაც ქმნიდა გლობალური ბაზრისთვის და კონკრეტული მიმართულებისთვის, აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო საინტერესოდ შეეძლო სხვა ინდუსტრიაში გამოეყენებინა და მისი ერთ-ერთი მაგალითია Elwin Technologies-ი, სადაც ვამეხის გუნდმა იმუშავა მატერიაზე, რომელიც მეხანძრეებისთვის და კოსმოსისთვის იყო თავიდან გათვლილი და საბოლოო ჯამში აღმოაჩინეს, რომ ავტოინდუსტრიაში, სადაც
ლითიუმის ბატარეებით ელექტრომანქანები მოძრაობს, მათთვის ყველაზე საჭიროა უსაფრთხო გარემო და ეს მატერია გამოდგა მათთვის იდეალური გადაწყვეტა, რომ ლითიუმის ბატარეები შეეფუთათ და დიდი აფეთქებისგან და წვისგან დაეცვათ უბრალოდ მატერიით. შესაბამისად, ერთი ვამეხის გავარდნა სოფლიოში უფრო დიდი წამოძახილია ვიდრე რაღაცა ჯავშნის თუ რაღაცა მარტივი აპლიკაციების არსებობა. Იმიტომ რომ ისედაც პატარა ქვეყანა გვაქვს და სხვა ქვეყანაში მაგის განვითარება რთულია, თან ისეთ ქვეყნებში სადაც მსგავსი რაღაცები უკვე არსებობს, იმიტომ რომ ტექნოლოგიური ეკოსისტემა ბევრად ასაკშია, დიდია რა. ხო და აი მაგაზე ხა ამბობდი რომ ესე იგი რომ ვაკვირდები ხა ინტერნეტში ხო ყველა ქვეყანა არის კონცენტრირებული მაგაზე რომ ტექნოლოგიური ანუ ეს ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნა უკვე არის სახელმწიფო პრიორიტეტი რა ყველა ბევრ ქვეყანაში და ბიუჯეტიდან ფინანსდება ძირთადად იქიდან ხა მაგალითად სილიკონის ველი რო არის შეიძლება სახელმწიფოს იქ ამერიკაში კონდეს შეღავათები ხო ბიზნესი გარემოსთვის მაგრამ ძირთადად კერძო ბიზნესი აკეთებს ამ ყველაფერს და ეს დიდი მსხვილი კომპანიები ხო მაგრამ ხა მაგალითად არის ეგეთი რაღაცა რომ დავუშვათ წარმატებული და წარუმატებელი პროექტები, მაგრამ მე მაგალითად ძალიან მომეწონა რამდენად აქტიურად არის ჩართული მაგალითად სომხეთის მაგალითზე, რომ აი ამ მთელი სახელმწიფო მოზიდვებში, ინვესტიციებში მაგალითად ესტონეთის მაგალითი იქაც არის ესეთი რაღაცა, რომ თავიდან ბოლომდე დაწყებული ბაღებიდან, სკოლებიდან, ანუ გარემო ინფრასტრუქტურიდან ააწყვეს მართლაც ეკოსისტემა და ბავიცი ხა იქ ყველა საშუალო განათლებით არის პირველ ადგილზე ევროპაში. და წარმოგიდგენთ ხა ამდენად კომპანიები, რომლებიც იქ მიდიან, იციან რომ სამუშაო, ასე ვთქვათ, მუშახელი არის ბაზარზე, ხო? და ხა ისიც თქვა მინდა რომ ხა უცებ ვიტყვი, ქუთაისში ამის პოტენციალი ნამდვილად არის. ჩვენ გვაქვს ფიზიკა, მათემატიკის ძლიერი სკოლა, ვიცით რომ არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაშენებული, არის ტექნოლოგიური ხაბი. შეიძლება ხა ჩემი წარმოდგენით გაიხსნას პერსპექტივაში ტექნოლოგიური პოლისი, როგორც დავუშვათ, ტალინში არის და კონცეპტუალურად თითქოს და ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ერთ ლოგიკაში ჯდება. რამდენად რეალურად მიდის ეს ყველაფერი, არის თუ არა ეს ფასადური და არის თუ არა ეს ჯერ გაურკვეველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახლა აქეთ-იქით დევნილების დასახლება არის, წერენ ხოლმე ტროტუარი არ არის, იქით ერთი საბავშვო ბაღი არის, სადაც 2 წელი საუბრობთ პრობლემაზე, რომ კანალიზაცია გადადის, იქით გზის პრობლემა არის, ბევრი პრობლემა არის ქუთაისში, ირგვლივ ამ შენობის ირგვლივ, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ბაღიდან დაწყებული ინფრასტრუქტურული და სხვა მიმართულების გაჭირვების, ემიგრაციის და სხვა რაღაცების და ჯამში, ანუ ეს როგორ შეიძლება მართლაც წარმატებული გამოდგეს და სახელმწიფო პრიორიტეტი რა უნდა იყოს გარდა ამისა, სიტყვაზე რა, პარალელურად. სტარტაპების თავარი ესეთი კრიტერიუმი არის პრობლემა რა. შენ უნდა იყოს პრობლემა, უნდა დაადასტურო და ვალიდაცია გაუკეთო ეს მართლა მნიშვნელოვანი პრობლემაა და მოაგვარო. შესაბამისად, საკმარისი პოტენციალია იმისთვის, რომ თუნდაც ტექნოლოგიურმა ჰაბმა იმუშაოს გარშემო არსებული პრობლემების მოგვარებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ტექნოლოგია კანალიზაციის პრობლემას მოაგვარებს, თუმცა თუ არ ვცდები ვენაში, ქალაქის ცენტრში არის ნაგვის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მუშაობს ბოდიში და ჩვენთან ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის წლებია, უბანი არის ნიკია, სადაც არის ნაგავს საყრელი და ესე იგი სუნი დგას მთელს უბანში და ვერ მოუხერხებს ვერაფერი, რომ ან სხვაგან გადაიტანო, ან მაგას ამბობენ ბოდიში და ნიკეს ხალხის ცხოვრები ამბობენ იმას, რომ ტექნოლოგიური ხაბი არის და ნაგვის სუნში ცხოვრობთ. რა ხე უბრალოდ რო გეცხადა, აი თუნდაც მაგის პრობლემის ზუსტად ეგ პრობლემა შეიძლება ტექნოლოგიურმა ჰაბმა მოაგვაროს, თუნდაც ვენის მაგალითზე, რომ ქალაქის ცენტრში არსებობს დიდი ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა, რომლისგანაც გამოსული კვამლი 0%-ით აზიანებს გარემოს და ეს გადამამუშავებელი ქარხანა ათბობს მთელ ქალაქს. ანუ ეს ყველაფერი კარგი ნიადაგია. წარმოუდგენლად ჟეს ახლა სასიამოვნოდ ეგეთი რაღაც რო გაკეთდეს მართლა ქუთაისში. იმიტომ რომ ცოტა უცნაურია რა უნდა ქალაქის ცენტრში ნაგვის. სავარდო და სამაიცო ქალაქში ნაგვის სუნი რო დგას რაღაც. არ უნდა იდგეს და რა თქმა უნდა მსგავსი სივრცეები და ეს მიმართულება რომ მართლა იყოს ქმედითი და ეს არ დარჩეს ფასადურად და არ ვთქვათ რომ აი ეს იმისთვის გაკეთდა რომ უბრალოდ რაღაც ქულებისთვის და რაღაც მარტივი გზებით ხალხი დავაკმაყოფილეთ. ეგ პირიქით ეგ ხო მომავალ თაობას რჩება და ეს ჩვენ ხო არ ვცხოვრობთ ერთი დღით ხვალზე ჩვენ ვარ ჩვენს მერე სხვა ადამიანები იქნებიან და შესაბამისად სახელმწიფოც ალბათ უნდა მუშაობდეს როგორც
აი sandbox-ი რა, ღია ბანკინგი რომ მოხდა. ბანკებმა რაღაც თავისი სერვისები გამოიტანეს ხელმისაწვდომი, გახადეს და მასზე დაფუძნდა დაახლოებით 50 მინიმუმ ქართული ციფრული ბანკი, გადახდების სისტემები და ასე შემდეგ, რომელიც თავის მხრივ აძლევს გარემოს განვითარებას. აი თუნდაც Google-ის რუკა. ხო თვითონ თავისთვის შექმნეს, იმუშავეს ამაზე, მონაცემები აგროვეს, მაგრამ ნებისმიერ შეუძლია სერვისი წაიღოს Google-ის რუკის და მასზე დააშენოს თავისი მონაცემები და შექმნას თავისი პროდუქტი. ჩემი აზრით სახელმწიფოს ზუსტად ეგ როლი აქვს, რომ უბრალოდ რაღაც სივრცეები კი არ იყოს და ერქვას, რომ ეს არის სივრცე და ამ სახელით და ამ როლით. რეალურ ქმედებებში გამოვიდეს ეს და ეს ხალხი ბევრი ფორმატია, ჰაკათონი, კრეათონი და ასე შემდეგ, რითიც შეუძლიათ, რომ ეს ახალგაზრდები ასე ვთქვათ, ჟარგონს ვიხმო დააჩელენჯონ, ანუ გამოწვევა გაუჩინონ და ზუსტად ის პრობლემები, რაც გარშემოა, ტექნოლოგიების დახმარებით მოაგვარონ. რაც შეიძლება რაღაც ერთი სისტემით ავტომატიზირდეს და მუშაობდეს ისე, რომ აღარ იყოს კანალიზაციის თუ რაღაცის პრობლემა. კაბელების პრობლემა, ყველგან ანუ ქალაქის მაგალითად, არის ერთი ბრიტანელი ინჟინერი, რომელმაც შექმნა ელექტროგამტარის აღებავი და შექმნა შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის. შენ ხატავ ამ საღებავით და მერე ეს ხდება სენსორული ელექტროგამტარი. მაგრამ როგორც ჩანს ეთყობა ეგ მიმართულება არც ისე სარფიანი აღმოჩნდა ბიზნესისთვის და იგივე ადამიანმა შექმნა შემდეგ ლენტა, რომელიც როცა წყლის გაყვანილობები სამშენებლო პროექტში იგეგმება, ეს ლენტა იკვრება ყველა გამავალი მილის ქვეშ. და ზუსტად სადმე თუ მოხდა გარღვევა და წვეთა დაიწყო, ზუსტად იცი რა წერტილში მოხდა დაზიანება. და აღარ გიწევს გათხრა, რაღაცების დასკანერება, 7 კედლის გავლა. ზუსტად მოდის სიგნალი, რომ აი გუშინ ის წვეთი დავარდა ამ ლენტაზე. შესაბამისად, ჩვენ ეგ ფიქრი გჭირდება, რაღაცა შეგუება კი არ გჭირდება იმის, რომ აი ეს გვაქვს და მორჩა. ეს დაუსრულებელი და მოქმედი პროცესია, რომელიც სხვა ქვეყნებს ეთყობათ და ჩვენც ეგრე უნდა ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა დღეს ეს პარტია იქნება ხვალ ეს ხო იმისთვის არ კეთდება, რომ ვიღაცა დიდხანს იყოს, იმისთვის კეთდება, რომ ქვეყანა დიდხანს იყოს და შესაბამისად ხო, სხვანაირი ფიქრის სხვათა შორის ახლა დღეს ვამბობდით, რომ ესე იგი რომ შემოდიხარ, ახლა კადრების გადავიღეთ, რომ შემოდიხარ ამ შენობას, უცხო ადამიანი რომ ჩამოვიყვანო, რომ არ იცოდეს ამ შენობის ისტორია, რა ხდებოდა, რა ხდება დღეს და რაღაც ეს ნიუანსები, ხო? იტყვის რომ აი პირველი შთაბეჭდილებად არწმუნებული ვარ დარჩება რომ მართლაც რაღაც ტექნოლოგიური განვითარების პიკი არის ხო ეს რაც ახლა აქ ხდება ალბათ ქვეყანა არის მაღალ დონეზე ახლა ნახე ისე თქვა მინდა რომ ტექნოლოგიური განვითარება ხო არ არის მხოლოდ რაღაცა ერთი მაგალითად პროგრამირების მიმართულება რაღაცა აი პრობლემებისთან ნაწილში ვამბობდი რა ბოლო-ბოლო ეს ვიცით რომ ნიკო ნიკოლაძე არსებობდა რომელიც აკავშირებდა რაღაც იქ სხვადასხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურულ პროექტებს იგონებდა რაღაცებს აკეთებდა და სიმბოლურიც არის რომ ახლა დასავლეთ საქართველოში ახლა არ მოვიდგინოთ ხო ესე იგი დედაქალაქის ან აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკა შეიძლება დედაქალაქთან ერთად იყოს 80% ზუსტად არ ვიცი 20% დასავლეთ საქართველოს მოსახლეობით აქეთ არის 1.5 მილიონი ადამიანი ხო დედაქალაქი არის 1 მილიონი ანუ იმის თქვა მინდა რომ რატომ შეიძლება რომ დასავლეთ საქართველოში დაუშვათ აი ამ ასეთმა პროექტებმა შექმნას რაღაც გარემო დაუშვათ ბათუმი, ფოთი, ქუთაისი და აკავშიროს ერთმანეთთან ისე რომ ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული შიდა მიგრაციით, ანუ თბილისში არ მიდიოდნენ და გარე მიგრაციით, რომ ქუთაისში სადაც 255,000 იყო მოსახლეობა 38 წლის წინ, დღეს არის 120-150-მდე, ანუ 100,000 ადამიანით არის შემცირებული. ამიტომაც აი რამდენად შესაძლებელი არის არა მხოლოდ აი რაღაცა ვიწრო IT პროგრამირების, არამედ ფართო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების განვითარება ისე რომ დაუშვათ ეს ყველაფერი მართლაც გადაიზარდოს სხვა ასე ვთქვათ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ და სოფლის მეურნეობა იქნება თუ სხვა მიმართულებელი იქნება. რითაც ჩვენი ბუნება დაჯილდოებულია, გინ ზღვა იყოს, გინ სოფლის მეურნეობა, გინ მიზები. რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი. ანუ ბოდიში და როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ტექნოლოგიური განვითარება. მე ვიტყოდი რომ ყველაფერი შესაძლებელია. და ჩვენ მაგალითები გვაქვს რომ ვთქვათ რომ შეუძლებელი არაფერია და წეღან როგორც აღწერე ფიზიკა მათემატიკის სკოლა, უნივერსიტეტი, ჰაბი, შეიძლება ხვალდაზე გაკეთონ კომპანიები თავისი ნულოვანი შეთავაზებებით, საგადასახადო მიმართულებით და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, აქ ტექნოლოგიურ ჰაბში სომხური საგანმანათლებლო ორგანიზაცია არის დაფუძნებული და ტუმოს ტუმო
სრუკაზე რომ ნახოთ სომხეთში თითქმის ყველა ქალაქში არის ტუმო და ბავშვობიდან ადამიანებს აქვს ცდომა ტექნოლოგიებს. სკოლებში აქვს თალკე რაღაცა ოფისებში არის. ჰაბები, სკოლები, აი როგორც მაგალითად საქართველოს ბანკს აქვს ბიბლიოთეკები, სხვადასხვა სივრცეებში, მედიათეკები, ასე შემდეგ. და მაქსიმალურად ხელმისაწვდომია ცოდნა თავიდანვე ბავშვებისთვის. თუნდაც ჩინეთში. ჩინეთმა აკრძალა AI-ის მიერ ადამიანების ჩანაცვლება, მაგრამ დაამატა სკოლაში აუცილებლობა იმის, რომ ბავშვმა კვირაში რაღაც საათები ისწავლოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ზუსტად ჩინეთის მაგალითიც არის კარგი შემთხვევა, რომ შენ როცა შიგნით აწარმოებ თუნდაც პროგრამულ უზრუნველყოფას, თუნდაც ფიზიკურ hardware უზრუნველყოფას და ასე შემდეგ, ბევრად იაფი გიჯდება, ვიდრე ვიღაცას მთხოვო, შეისყიდო და მე ისევ ვიღაცის ეკონომიკაში აბრუნო უკან ფული. შესაბამისად, თუნდაც პორტების განვითარება, თუნდაც მინიმალური სოფლის მეურნეობის უზრუნველყოფა, ჩვენ შეგვიძლია რომ მარტივად თუნდაც ჩინეთიდან ვიყიდოთ მასალები, ჩვენ ავაწყოთ დრონი იქნება, რობოტი, წარმოებას, ხო, გადამუშავება. კი, და ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფით ვამუშაოთ ეს ყველაფერი. არ მივცეთ ცდომა სიტყვაზე სხვა ქვეყანას ჩვენ მონაცემებზე და ჩვენ ვამუშაოთ ჩვენი მონაცემები, რადგან ჩვენი ბუნებრივი გარემო შენ როგორც მეწარმემ რო შეისწავლე და მე გვერდზე როცა რაღაცა მინდა განვავითარო, მჭირდება მონაცემები, უკვე ერთმანეთში ვზიარდებით და ბევრად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ანალიზს. შესაბამისად, აქ შეგვიძლია და არ შეგვიძლიაზე კი არ არის ჩემი აზრით. იმაზეა თუ რამდენად გვინდა რომ ეგრე განვითარდეთ რა, რამდენად ვძებთ ამ ყველაფერში შრომას და არა ის რომ იდეა, მხოლოდ იდეა არ ქმნის მომავალს. სოციალური ქსელები არსებობდა იქამდე სანამ Facebook-ი გაჩნდებოდა, ტელეფონიც არსებობდა სანამ iPhone-ი გაჩნდებოდა. აქ არის ცოტა აქაურ სიტყვას გამოვიყენებ. პეცზე და იმ საღ ფიქრზე დამოკიდებული თუ როგორ უპოვი შენ ისეთ გემოვნურ ხასიათს და სულს და გულს შენ პროდუქტს, რომ სხვას შეუყვარდეს. შესაბამისად, თუ შენ არ გიყვარს რასაც აკეთებ, გაგიჭირდება სხვამაც იგივე სხვამ უბრალოდ შეიყვაროს და რაღაცა იგივე ემოცია არ დარჩეს, რომ ეს უბრალოდ არის რა. აქედან გამომდინარე, ქუთაისი ზუსტად ის ადგილია, სადაც ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს და ჩვენ ერთხელ კოვიდამდე გქონდა ზუსტად იდეა, რომ ჰაკათონი ჩაგვეტარებინა გელათის აკადემიაში, რადგან ტექნოლოგია განსხვავდება სამონასტრო ცხოვრებისგან, თუმცა გელათის აკადემიის ფუნდამენტი იყო ზუსტად ის განათლება და ხელმისაწვდომობა და ჩვენ გვინდოდა რომ ეს ახალგაზრდა თაობა და ეს ისტორია და კულტურა ერთმანეთთან ისეთ სინერგიაში იყოს, რომ არ ვიყოფოდეთ რა. ჩვენ რაც უფრო ვიყოფით, უფრო ფუჭდებით და უფრო რთულია ჩვენი განვითარება. ძლიერები ვართ და მაგრები ვართ ერთად როცა ვართ. ალბათ ვიღაცებს ეშინიათ ჩვენი ერთად ყოფნის, რადგან ხო, ძალა ერთობაშია. ეს გამოცდილება გვაქვს და კი, სწორად შორის აი ჩემთვის გასაოცარი და სასიამოვნო ყოველთვის ვამბობ, რომ ესტონეთს მაგალითი რატო? ანუ გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულები არიან, აქვთ ფანტასტიკური, ასე ვთქვათ, ტრადიციების და კულტურის მიმართ დამოკიდებულება და აქვთ ესე იგი სასწავლებლის სისტემა, მაგრამ 5 წელში ერთხელ ტარდება მთელი ქვეყანა იკრიბება დედაქალაქში ტრადიციული სამოსით და იკრიბება იქ ამფითეატრი აქვს დიდი აშენებული და იქ მოკლედ ანუ არის ღერიან ერთ და როგორც აღმოჩნდა იუნესკოში არის ხალხური სიმღერების რაოდენობა. წარმოვიდგინეთ ახლა ესტონეთში და იმდენს ხვდებიან რომ განვითარების გარეშე ეს ხალხი შეიძლება რთულ დღეში იყვნენ, მაგრამ ასევე ისტორიული მეხსიერების გარეშე ასევე რთულ დღეში იყვნენ. და ეს ორი რაღაცას აბალანსებენ და ამის მაგალითი ახლა თუნდაც დავით აღმაშენებელზე რო ამბობდით, ხო, ანუ იქ იმის კარგად ხვდებოდა მაგას, რომ რაში არის ძალა, ხო, ემზადებოდა განათლებაში ჩვენი დასავლური არჩევანი, ცივილიზაციური და ყველაფერმა შედეგი გამოიღო მაშინ. თუნდაც კიდევ ქონდა შანსი ეს ნიკო ნიკოლაძე და სხვები ასე საკეთებდნენ და მე ხმაწვანს რომ ეხლა მაგის შანსი გვაქვს. რეალურად რაღაცნაირად მოვახერხოთ ისე რომ არ მივცეთ საბაბი გარეშე ძალებს რაღაცა წამოგვაკონ რა. ან თქვენ ან ტრადიციებს ივიწყებთ, ან პირიქით განვითარება არ გინდათ, ჩამორჩენილები ხართ რაღაცა სიტყვაზე რა. ამიტომაც გონია რომ კარგი ადგილია შერჩეული. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მოგწონს, იაპონია, გერმანია, ამერიკა, ყველგან განათლება არის მაღალ დონეზე. და ის ხალხი, რომლებიც იქ ცხოვრობენ,
ზუსტად ის ხალხია რესურსი იმის, რომ ეს ეკონომიკა მოძრაობდეს და იყოს ესეთი კარგი, როგორიც ჩვენი გადმოსახედიდან არის. შესაბამისად, განათლებულ ადამიანზე ძვირფასი ყველაზე დიდი რესურსია. ხო, ანუ რა შეიძლება გქონდეს, რავი, ტრაქტორი, რომელსაც ყველაფერი შეუულია, თუ მას არ ყავს ის ადამიანი, ვინც ამას სწორად გამოიყენებს, გაქვს უბრალოდ ნივთი, რომელსაც ვერაფერში ვერ იყენებ. შესაბამისად, განათლებად ყველაზე ისეთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს, იმიტომ რომ მაგაზე დაფუძნებით ბევრი რამე ბევრად სწორად გაკეთდება, ვიდრე უბრალოდ რაღაცა გავაკეთეთ. სასიამოვნო საუბარი იყო. ერთი კიდე მინდა ასეთი რაღაცა ბოლოს დავამატო რა. ანუ არის ესეთი ხედვები, რომ აქ იყო ინდუსტრიული ქალაქი, ქუთაისი და მე იყო რაღაც ცდილობები, რომ ავტომობილის წარმოება დაბრუნებულიყო, თუმცა ყოველთვის ჩემი პირადი მოსაზრება ეს არის, რომ უფრო მეტად ალბათ ტექნოლოგიური მმართველობის აქვს შანსი ამ ქალაქში, იმიტომ რომ ხა ავტომობილების წარმოებაში ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, მაშინ დიდი სახელმწიფო იყო ეს საბჭოთა კავშირი, გეგმური ეკონომიკა იყო და ანუ უკვე ასე ვთქვათ, მომხმარებელი შეკვეთებზე მუშაობდა, ხო, ეს ქარხნები და დღეს რო ხა დიდ ბაზარზე შენ რაღაც აწარმოო და კონკურენცია გაუწიო ჩინეს ძიმე წარმოებაში, ხო, დიდ ინდუსტრიაში ძალიან რთულია. ბევრი რესურსები ჭირდება და მილიარდები და ასე შემდეგ. ამიტომ ის რაც ხა პროგრამული საკითხი არის და რაც მართლაც ოდნაზეა დამოკიდებული, თუნდაც ესტონეთის მაგალითზე, რა ვიცი, იმდენ რაღაცას ქმნიან, ხა დაწყებული Taxify, Bolt, Skype, რაღაცას აკეთებენ ისეთს, რომ არ ჭირდება ამას დიდი, ასე ვთქვათ, რესურსული უზრუნველყოფა. და რაღაცნაირად მაინც მგონია, რომ ერთი ქუთაისმა უნდა დასავლეთ საქართველოში ეკონომიკური ცენტრის ის უნდა დაიბრუნოს, ასე ვთქვათ, და მეორე შეთავაზოს ამ ქვეყანას, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური რაღაც სიახლე და გამოაფხიზნოს ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ძალიან გადავსებულია, თვი ახლა გუშინ გაწვდა და მთელი კადრები ის იყო, რომ რა ხდებოდა დედაქალაქში. ხო შეიძლება რომ ვიღაცამ ისეთი რაღაცა მოიფიქროს, თუ როგორ შეიძლება ეს ერთხელ რო გაწვიმდება 2 საათით არ დაიტბოროს მთელი ქუჩები. ესეც ხო ტექნოლოგიაა, რა ვიცი. 1000 რაღაცის გაკეთება შეიძლება და ბოლოს როგორით რას უსურვებდი ჩვენს ქვეყანას და როგორი კიდე ერთხელ როგორ წარმოგიდგენია ჩვენი განვითარება და დავასრულოთ ამაზე საუბარი დღეს. კი ბატონო. რაც შეეხება მძიმე ტექნიკების მსგავს ინდუსტრიულ საწარმოებს, ხო ალბათ ჩვენ გაგვიჭირდება ისეთ ქვეყნებთან კონკურენცია, როგორიც ასევე გერმანია, საფრანგეთია და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ შეგვიძლია კარგი კომპონენტი ვიყოთ მაგ დიდი წარმოებების. თუნდაც არსებობს ქართველი, რომელმაც NASA-ში შექმნა კოსმოსური მუზეუმი. ყავს კონკრეტული დიზაინ მიმართულების ხალხი. ძალიან შემოქმედიერი ვართ და შესაბამისად ჩვენი შემოქმედებითი აზროვნება შეგვიძლია კარგად მოვახმაროთ დიდ კომპანიებს და ვიყოთ მათი თუნდაც დიზაინ გადაწყვეტების ექსპერტები, ვიმუშაოთ რაღაც კონკრეტულ პროგრამულ უზრუნველყოფებზე. უსურვებდი ქვეყანას იმას, რომ უბრალოდ ჩვენ ორჯერ არ ვიბადებით, ერთხელ გვაქვს ეს სამყარო. შეიძლება გვჯერა რეინკარნაციების, თუმცა აქ რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს აღქმული არა იმისთვის, რომ დღეს მე ყოს ეს ყველაფერი და მე ჩემი ეგო დავაკმაყოფილო. არამედ ისეთი საფუძვლები შევქმნათ და ისეთი ფუნდამენტი დაუტოვოთ თუნდაც სხვას, რომ იმაზე განვითარება შეიძლებოდეს. ეს ტექნოლოგიური ჰაბი თუ იქნება კარგი ფუძე იმისი, რომ ხვალ ზეგ ვიღაცამ ეს ყველაფერი განავითაროს და არ მოვიდეს და არ თქვას, რომ ეს არ ვარგა და ახალი უნდა ავაშენოთ. აი ზუსტად ეგ განგვასხვავებს და ეგ გვაბრკოლებს თუნდაც ამერიკისგან. მოვლენ წითლები ველოსიპედი დადის, მოვლენ ლურჯები ველოსიპედი დადის. ამერიკის ეკონომიკა სულ მოძრაობაშია. შესაბამისად ჩვენ რაღაც არ უნდა შევაფერხოთ და დავამუხრუჭოთ წინა განვითარება და არსებულმა უნდა შექმნას ის, რომ ხვალინდელი და იმის შემდეგი იყოს აი ესეთი ციკლი, რომელიც დაუსრულებელია, იმიტომ რომ ისევ ამ ერის შვილებმა უნდა გამოიყენონ ეს ყველაფერი, ისევ ამ ხალხის იქნება ეს ყველაფერი და შესაბამისად ჩვენ რო გვიყვარს ხის ძირში ჯდომა ის ვიღაცის დარგული ხეა და ზუსტად იმის უნდა ვიყოთ მადლიერი, რომ იქ ვიღაცამ არა მარტო თავის ჭრდილისთვის, არამედ ჩვენთვის დარგო ხე და ჩვენ ხა ვტყვევით ხის ძირში ჯდომით. დიდი მადლობა. მოკლედ დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური ასე ვთქვათ მიმართულებით განვითარება, გააზიარეთ და ასევე დაწერეთ თუ რა თემებზე გსურთ საუბარი, რომ აი
ან გვირჩიეთ საინტერესო სტუმარებს სხვა მიმართულებით, აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველაფერს კომენტარებში ვკითხულობთ და დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. მადლობა ბექა. მადლობა, შენ შმაგი.